მე ვარ ნიკოლოზ ცაძამია 11 წლის. ვსწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ხატვა, ცურვა და სიმღერა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს სიმღერა. უკვე მეორე წელია მღერი ზღვის შვილებში. სიმღერაზე შესვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ბავშვობიდან მღერი ძალიან მიყვარს სიმღერა და ვფიქრობ გავუმდის. ზღვის შვილებში მოვხდი კასტინგით, შემოწმეს ვოკალი, მომღერის სხვადასხვა სიმღერები და ამიყვანეს სტუდიაში. მე მასწავლის ნინო მასწავლებელი და ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი მასწავლებელია. ყველა ბავშვთან ინდივიდუალურად მუშაობს და ძალიან თბილი და კეთილია. ყოველთვის განსხვავებული სიმღერები გვაქვს ყველა ბავშვს. ხანდახან უცხოურიც არის, ხანდახან ქართულიც არის. სხვადასხვანაირი ჟანრის ბავშვებს ცდიან რაღაცა ჯერ იწყება სხვადასხვა სიმღერებით, არჩევებით, შემდეგ კიდე საკონცერტო სიმღერას არჩევენ. მე მქონდა ორჯერ კონცერტი და მეორე კონცერტი დამახსოვდა ყველაზე მეტად, რადგან ძალიან ემოციური იყო და უფრო პროფესიონალური, ასე ვთქვათ. ეს კონცერტი მქონდა თოჯინევის თეატრში და ერთი სული მაქვს, როდის ვიმღერებ დიდ სცენაზე. ჩემი საყვარელი სიმღერაა ჭოხოების ჩამჭიდე ხელი. ჩამჭიდე ხელი, მჭირდები ჩემო, არაფერს ველი უბრალოდ გჩემო. ცხოვრება ჩემი ამ სიყვარულად ღირდა. ვსწავლობდი რევაზ ლაღეძის სამუსიკო სკოლაში და დროის უქონლობის გამო სამწუხაროდ გამოვედი. ვსწავლობდი პიანინოზე დაკვრას და ახლა მინდა ვისწავლო გიტარაზე დაკვრა. მე ასევე მიყვარს ხატვა და ვსწავლობ სამხატვრო სკოლაში. სექტემბერში შევედი ამ სკოლაში და იქაურობა ძალიან მომწონს. მართალია დიდი ხანი არ დავდივარ ამ სკოლაში, მაგრამ გრძნობ, რომ მოვუმატე ხატვას. ხატვა რომ დავიწყე, ალბათ ვიქნებოდი 3-4 წლის. ბახშის მყავდა ხატვის მასწავლებელი ქალბატონი ლალე ღვინჯილია და მასთან გავაგრძელე სწავლა გიმნაზიაშიც და ხელოვნების სახლშიც. ყველაზე ხშირად ვხატავ ნატურმორტებს გრაფიკაში. ალბათ ეს მიმდინარეობა იმიტომ მომწონს, რომ რეალისტურობა სჭირდება, ცოტა დაკვირვება, დრო და რაც მთავარია კარგად გამოდის. მე მგონია, რომ ხატვაში ყველაზე მნიშვნელოვანია დაკვირვება. სულ ვარ ფერების ძიებაში და ამ ეტაპზე მომწონს მწვანე ფერი. ბევრჯერ მქონი გამოფენა და შეიძლება ითქვას, რომ გამოფენებით განებიურებული ვარ. ჩემს პერსონალურ გამოფენას ვისურვებდი პარიზში. სამხატვრო სკოლაში ყავს 5-6 მასწავლებელი და ყველა ცდილობს, რომ მაქსიმალური ცოდნა გადმოგცეს. ხატვა ისე მიყვარს, რომ გადაწყვეტილი მაქვს გამოვიდე ტანსაცმლის დიზაინერი. ბავშვობაში მინდოდა და გამოსულიყავი არქიტექტორი. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ კარგი კლასელები მყავს, მასწავლებლებიც, ასე თუ ისე სისუფთავეც არის სკოლაში. ჩემი საყვარელი საგანია ჩვენი საქართველო. საყვარელი მასწავლებელია მანანა ღლონტი, რადგან კარგად ხსნის გაკვეთილებს, არის ძალიან თბილი და მეგობრული. ახლა მინდა ვიყო 20 წლის, რადგან უკვე ვიქნები პროფესიონალი დიზაინერი. მე რომ წარმატებული ადამიანი გამოვიდე, ამაზე ძალიან ზრუნავს დედაჩემი. ის არის ლამაზი, განათლებული, თბილი, მომვლელი. მყავს ორი და თამუნა არის 15 წლის, თეკლა არის 10 წლის. თამუნა არის ლამაზი, ასე თუ ისე ჭკვიანიც და მზრუნველი. თეკლას ლამაზია, ცელქია და ნიჭიერი. ჩემი აზრით თამუნა გამოვა იურისტი და თეკლა ბანკირი. მამიკო არის თბილი, მშრომელი, კეთილი და ჩემსავით სიმპათიური. ჩემი აზრით ცოლს რომ მოვიყვანე, ვიქნები 25 წლის. მეყოლება 2 შვილი, ბიჭი და გოგო. სახელებზე ადრეს მეფიქრია, მაგრამ ვერ მომიფიქრე. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, საქართველოს გადავაქცევდი ყველაზე კარგ ქვეყნად. ისე ვიზამდი, რომ ყველა ქართველი იქნებოდა ბედნიერი. მოგზაურობა ძალიან მომწონს, ადრე ვიყავი საფრანგეთში, გერმანიაში და თურქეთში და ვიმოგზაურებდი იტალიაში. კითხვა არის ჩემი ჰობი და ჩემი საყვარელი წიგნია პალაციოს საოცრება. კითხვა შემოყვარა დედამ და საერთოდაც მას ძალიან დიდი ამაგი აქვს ჩემზე. წინა მონაწილემ დავინტოვა ასეთ შეკითხვა. ვისთან ერთად ვიცხოვრებდი უკაცრიელ კუნძულზე? მე უკაცრიელ კუნძულზე ვიცხოვრებდი დედაჩემთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ჰობი? მაგალითად ჩემი ჰობია ცურვა. 5 წელია დავდივარ ცურვაზე და ისე მიყვარს, მის გარეშე თავი ვერ წარმოვიდგენ. ბედნიერება არის კარგ ქვეყანაში ცხოვრება და ოჯახის წევრების კარგად ყოფნა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.